რაჭა. კონკრეტულად ეს კუთხე და მისი ფოლკლორი ჩვენს რეალობაში ასოცირდება დავით ხირტლაძესთან, ცეკვა რაჭულის ავტორთან. მას არა მარტო რაჭაში, არამედ მთელ საქართველოში დათუნიკას ეძახიან. ჩვენ დღეს სოფელ ხიმში მოვედით. იმ სოფელში და იმ სახლში, სადაც ეს ცეკვა დაიბადა. შვიდობა თქვენს მობრძანებას გენაცვალეთ ჩემი თავი და თქვენი მყოფებით ახლა იგას ხირტლაძის ოჯახში და ეს ოჯახი სპეციფიკურად იმიტომ არის ცოტა გამორჩეული შედარებით სხვა ოჯახებთან, რომ აქ დაიბადა რაჭული ცეკვის ის ვარიანტი, რომელიც ცნობილია დღეს საქართველოში. და მეორე ინტერპრეტაცია ამ ცეკვა რაჭულს აქვს ტაშიბაშო გიორგუნა. ესაა საინტერესო, რომ ტაშიბაშო გიორგუნა სწორედ აქ ამ ოჯახში დაიბადა და გახლავთ მამაჩემის ტექსტი. ყველას გონია ხალხური ტექსტი ეს. ესე იგი, როცა ამ ცეკვაზე ვფიქრობდი, ბუნებრივია, მინდოდა შემერჩიოს ილეთები ისეთი, რომელიც უფრო სპეციფიკური და უფრო დამახასიათებელი იქნებოდა კუთხისთვის. ასეთი ილეთების მცოდნე იყო ხოლმე ისეთი ადამიანები, რომლებიც ასაკში არიან შესულები და ასაკში როა შესული ადამიანი, ხო? უფრო მეტის ტევადობა აქვს. რა იყო, რა ხდებოდა სანახშოზე როგორ იყო, ცეკვის დასაწყისი როგორ იყო, დაბოლოება როგორ იყო და ყველაფერი ეს ცეკვის დადგმისთვის სჭირდებოდა. ერთ დღესაც როცა სხვაგან ვეძებდი ახალ საცეკვაო ვარიანტს, მამაჩემის კრებულში ვნახე ასეთი ტექსტი. აში ბიჭო გიორგუნა, არ გოუშვე გოგუნა, თორემ გავას აჯვარესა, სხვა ბიჭს გამოაჯავრებსა, შენ ოლოლიქს მიგაგებსა, სხვას მიანგრევს მოანგრევსა. დაუკვირდი მაგასაო, მაგ გიყიდის კაბასაო, კაბას რავა დავაჯერებ ქალს ამისანასაო, სირინოზებს ვაკრეფინებ მისსა იავნანასაო, რავარძალში აუშენებ როლ ფიქალის კარასო. ნახე ეს ვარიანტი კაც. დავუკვირდი. მეთქი, ამაზე კარგი სიტუაცია რა არის და ჩემი წვლილი მინდოდა შემეტანოს ჩემი რაჭის ისტორიაში და ჩემი კუთხის ყოფაში. და რადგან ახლა ქორეოგრაფია ვყავი სპეციალობით, რადგან მე გახდით სუხიშვილის ანსამბლის წევრი, არ მოსვენებდა ის სიტუაცია, რომ მინდოდა შემექმნას ეს ამბავი და ტაშიბიჭო გიორგუნას ვარიანტმა კარგად იმოქმედა ხალხზე და დღეს მე-15 წელია ეს ცეკვა არსებობს. და ვფიქრობ, რომ ამ ცეკვას იუბილეც კი გადაუხადო. გენი ჩვენი ახლა და ჯიში, ვინც ამ ოჯახში სახლობს და მათ შორის ჩემი მოკრძალებული არსებობაც ამ ხელოვნებასთან არის დაკავშირებული და ფოლკლორთან არის დაკავშირებული. ამიტომ ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, როცა ქუჩაში მივდივარ, ძველგაზრდა, ახალგაზრდა ბავშვი აჩერებს და ეს დათუნიკა შეგენაცვალე, სურათი თუ შეიძლება ჩვენთან გადაიღო და ძალიან გვიყვარს შენი ცეკვა და კიდევ მეორე გააკეთე და მესამე გააკეთე. ეს არის უძველესი მარანი ჩემი ჯიშის და ჯილაკის დაახლოებით 1 საუკუნეს ითვლის ეს მარანი და ვფიქრობ შეკეთება მინდოდა, მაგრამ ხან წინაპრების სული არ მასვენებს, თანამედროვეების ხათრიც მინდა რომ იყოს და მინდა რომ ისეთ ფორმაში დავტოვო, რომ მეტი არ შეიძლება. ეს დედა ჩემი გახლავთ და ძალიან კარგი მოხვედრდა და ეს უძველეს მარანში ჩემი უძველესი 87 წლის ქალბატონი გახლავთ, რომელმაც გამზარდა, რომელმაც გამწალდა და თამაგონა ამ კუთხის და ქვეყნის სიყვარული მამაჩემთან ერთად და ეს ქალბატონი არის აბსოლუტურად ამ ოჯახის ტრადიციული
და დიასახლისი და ვამაყო მამით. კიდევ მინდა ერთი რამ გითხრათ, ძალიან ახლოს არის ქართული და რაჭული ფოლკლორი, საერთოდ ფოლკლორი. მასმიძვლობასთან, სუმართ მოყვარეობასთან, მარანთან, რთველთან, ლხინთან უამრავი სიმღერებია შექმნილი ამაზე რაჭული ფოლკლორში და ნათქვამიც არის მარნის კარი გიმღეროდეთ თვითონ იყო თხვავრილი თქვენი მაშენება იყოს თქვენი მრავალჟამიანი მარნის კარებმა არ უნდა დაისვენოს კაი ოჯახში რაჭაში სულ მოძრაობაში უნდა იყოს სტუმრისთვისო და ვცდილობ რომ ამ ჩემი აღზრდელი და შობელი მამის გიგას ხილაძის სახელი არ წავაქციო არ შევარცხინო და ეს ოჯახი იყოს მედგრად ამ ჭურში ღვინუკა ჩადიოდეს ხო და სუფრა და კაი კეთილი გულუკა და ლობიანი და ყველი და პური ყოველთვის ამან ნებისმიერ დროს ახლა 24 საათიან რეჟიმში არის ჩემი ოჯახი სუმართ მასმიძვლობის და მომსვლელის სამსვლელის იმათენაცვალოს ჩემი თავი ძმაკაცია მეგობარია ჩემი კოლეგები არიან სტუმარია სულ ჩამოდის ხოლმე და ეს სადგომი რაჭაში ეძახიან სადგომს აზრი ეძახოდნენ სოხანეს ძველებურად სოხანე ერქვა მართალია ახლა ეს რაღაცა შეიცვალა გარდა თანამედროვეობით მაგრამ მიწა იყო ჩვეულებრივად აყალო მიწა დატკეპნილი და ამ სოხანეზე ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი და აქ იყო ასეთი რამ და აი ამ ადგილზე ვიღებ ხოლმე სტუმრებს ვღეღინებთ ფიქრობთ ვადრეგზელებთ ლაპარაკობთ ქვეყანაზე და სამშობლოზე და ბევრ რამე ახალ რაჭულ ვარიანტებს დავამუშავებთ კიდევ იმ მარგალიტებს რომელიც ავკრიფეთ სოფლებში დარჩენილი და მე ალბათ დავაკეთებთ პრეზენტაციას აი ეს ჩემი მეგობრები ამათენაცვალოს ჩემი თავი გაახმოვანეს პირველად მუსიკალურად სიმღერით და მე აიდგა ფეხი თელ საქართველოში და ამიტომ მეამაყებიან ერთი გოგო გემიცანი სულ ვეკურკურეო